გამარჯობა მეგობრებო, ვინც არიცით ვაპირებ 352 კილომეტრის ძუნძულით გავლას. ამაზე ვიდეოც მაქვს ჩაწერილი TikTok-ზე, სადაც დაიწერა რამდენიმე კომენტარი, ბუნდოვანი გაურკვეველი და მინდა პასუხი გავცე. პირველი კომენტარი იყო ასეთი, ვერ ამოვანათებ კომენტარს, მაგრამ გავიხსენებ თუ როგორ ეწერა. ვერავინ ვერ შეძლო ძმა ეგო და შენ როგორ შეიძლება მაგას. შეუსვენებლად ვერ შეძლება 352 კილომეტრის გავლას. პასუხობ. შეუსვენებლად არც ვაპირებ 352 კილომეტრის გავლას და ვერც გავივლი. მაგიტო ვთქვი, რომ 6 დღე, 6 დღეში უნდა ჩავეტიო თქო რა, 5-6 დღე, 5-6 დღეში უნდა ჩავეტიო. სადაც შედის ძილიც, კვებაც და ასე შემდეგ. მეორე კომენტარის ავტორმა დაწერა ესეთი რაღაცა, რომ ჩემმა ძმაკაცმა გაიარაო თუ რაღაც ეგეთი რა, არავის არ ვეჯიბრები, მოდი ასე დავიწყო. ერთადერთი საკუთარი თავის გარდა ფიქრობ არავის არ ვეჯიბრები და საკუთარი თავი გამოვიწვიე, აი ეგ თქვი ვიდეოში, რომ ვიწვევ საკუთარ თავს თქო რა. და არა ვიღაც სხვას. ამიტომ არ ვიფიქროთ, რომ რაღაც ვინმეს ვეჯიბრები ან რაღაც ეგეთი. არა, არავის არ ვეჯიბრები საკუთარი თავის გარდა. ზოგმა დაწერა, რომ მარტივი არისო, 6 დღეშიო, ყველა გაივლისო მაგას, 352 კილომეტრს ყველა გაივლისო რა, ნებისმიერი ადამიანი. რა ვიცი, თუ გაივლის, რა ვიცი, ღმერთმა გამომარჯოს და წარმატებას უსურვებ ყველას, ვინც არ უნდა იყოს. პირიქით, რავი, დაფასება მას თუ გაივლის, რა ვიცი, რა ვთქვა ამაზე. რაც შეეხება გამოწვევას, ეს გამოწვევა არის ულტრამარათონი, როდესაც მანძილი ცდება მარათონის განსაზღვრულ მანძილს, 42 კილომეტრი და რაღაცა არის რა. მარათონის დაგეგმილი მანძილი. ვაპირებ მრავალდღიანი ულტრამარათონის ჩატარება, სადაც ორგანიზატორი და მონაწილე ვიქნები მე. მრავალდღიანი ულტრამარათონი ჩატარდება ოქტომბრის ბოლოსკენ. ოქტომბრამდე ვემზადები, წონაში ვიკლებ, ვარჯიშობ ყოველდღიურად. ხო, მართლა, ვისაც გაინტერესებთ უფრო მეტი დეტალი ამ გამოწვევასთან დაკავშირებით, გამომიწერეთ Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, დროებით.